Eu já cansei de te chamar pra sair de casa, mas você só continua com essa enrolação. Já cansei de te chamar pra sair de casa, você só continua com essa enrolação. Eu já limpei e arrumei o que você pediu, enquanto você tinha outra coisa que arrumar. E mesmo assim te esperando você não saiu, falou que falta eu botar. Ილამ შვიდობის სამეგობრებო. ისევ მაიამიში ვარ. ეხლა არის სადღაც 10 საათი და მივდივართ მინდა დათო ბრექფასტზე. ხაროთ წვიმა არის. მაგრამ 2 დღე ჩამოსვლიდან 2 დღის განმავლობაში კარგი ამინდი იყო და მადლობელი ვართ მაინც, იმიტომ რომ ეხლა სექტემბერში არის წვიმების სეზონი და მანიტომ არ ველოდებოდი რომ რამე ისეთი ამინდი იქნებოდა. ჩვენც მოვიდეთ, კი გადაგიხადე. შევკვეთე პისტას კრუასანი. ძალიან მოინტერესებს როგორ იქნება. მოვიდა ჩვენი ბრექფასტი და ესე გამოიყურება. ავოკადო ტოსტი სალმონით, ლატე. ეს მელოდება რომ შეიძლება გადავიწყო ჭამა. მელოდება რომ დავასრულე. ეს არის კარტოფილი. აქ ხდება. Зараз chicken milanese benedict. ნუ ეგრე მითხრეს ყოველ შემთხვევაში მე პირველად. აქ გონათ რომ ამაზე გავიზარდე და ამას ჭამბავშობი და enjoy. Bon appétit. Thank you. ასეთი პოლიგლოტი ოჯახი ვართ რომ ფრანგულად მისურვა გემრიელი ჭამა, მე გერმანულად ვუთხარი მადლობა. ქართულად გიწერთ ვლოგს, ინგლისურენოვანი ვლოგიც გვაქვს. მოკლედ, გამეტანი სხვანაირი ხალხი ვარ. Voila. Hai მე როგორი ქუხოლა. ეს თუნდა გააკეთო და არა. ხოლ ჩოვლებრივი ბათერ არის? ეს შოკლი. აქ სამშე უნდა ყოფილიყო შოკლი. ეს კარგი ეს შოკლი. წარენ მოგვატყუეს. ამან. გაჩვენა ბრაუნდა ყოფილიყო. თავი მოგეწონას. როგორია? აი, პარიზში რო იყავი? ჩაულებრივი. არა, პარიზში რო გასინჯე კრუასანი. ეგეთია თუ უკეთესი? არის რო ვიყავი მე 18 საუკუნეში. კრუასანები მაშინ ვჭამე, შანზელიზეზე ვჭამე. აი, გემრიელობა იყო ერთი სკოგო იყო. რობერტა ერქვა. რობიას ვეძახდით. შინაურები რობიას ვეძახდით და ისაკეთებდა მოცვით და იგი იყო კარგი, ხო? აჰა. გამოჩნდა შოკოლადი. Nice. რობერტას კრუასანს აჯობებს. აბარო ახალია. რას გაკეთებული?
ეხლა მოყვები ჩემი პირველი კრუასანის გასინჯვის ისტორიას. სადაც 10 წლამდე ვიქნებოდი. ჩემი მეზობელი მუშაობდა საზღვარგარეთ საფრანგეთში, სავარაუდოდ. საქართველოში რომ ჩამოიტანა კრუასანები, ოღონ როგორ იცი, შეფუთვაში რო არა, ეხლა 7-11-ში რო იყიდით ჩვეულებრივ აი ესეთ შეფუთულ კრუასანებს, ეგეთი ჩამოიტანა და ერთი მოგცა ჩვენ. ანუ პირველად ქონდა ეს კრუასანთან შეხება და თან გაყინული იყო ცივი კრუასანი იყო, წარმოედგინა იფრინა საფრანგეთ როდის იყიდა ისიც არ ვიცი, ჩამოიტანა. ისიც არის საფრანგეთში იყო თუ არა? სად იყიდა არაზე არ ვარ, მაგრამ ანუ ვიცი რომ კრუასანი. ეს არ შემოგვიახა ისტორია სამწუხაროდ. ხო და ანუ აშკარა დაწერია კრუასანი ეწერა რა იმაზე შეფუთვაზე. ქართულად. საქართველოში არ იყო მეგობრ კრუასანი მოხდეს. და აი რო გავსინჯე კრუასანი მეთქი აი რა გემრიელია თქვა და დღემდე ეგეთი გემოს შეიძლება არც აქვს კრუასანს ეგეთი გემო რაც კრუასანს ქონა მაგრამ რა მოხდა ეგ მოყევი არა მართლა ის კრუასანი რო გავსინჯე გავგიჟდი მეთქი რა გემრიელი რაღაცაა თქო გაყინული იყო შენი შოკოლადი იყო ისიც გაყინული ქვასავით იყო მაგრამ ნუ გემრიელესი ის იყო გემო ქონა და ნუ ბავშვობიდანო ეს უცხო გემოები იყო ესე დამამბაქსორდა ეს გემო კრუასანის როგორი გემრიელი იყო და სულ რამდენჯერაც კრუასანს გავსინჯავ მგონია რომ აი იმ გემოს შევიგრძნობ და ანუ არასოდეს აქვს ეგეთი გემო მაგრამ სავარაუდოდ ხო რა ეგეთი ზამი ჯაფრი მქონდა მაგ კრუასანზე რომ პირველი იყო ისტორიის მოყოლა დაიწყე სანამ კამერას ჩართავდი მითხარი რომ ერთის ჩემი ბავშვობის საწყალი ისტორია რომ მოგიყვეო რა საწყალი იყო რა ეხ საწყალი ისტორიას მე მოგიყვეო აი მოდი მოვშინოთ ახლა და ალბათ ვიქნებოდი ასე 5-6 წლის ხო და ბაბუა ჩემს უყვარდა ესე რომ მოვიდოდა სახლში მოიტანდა ნუ ორ სნიკერს პირობითად რა ორ-ორს ყველაფერს ჩემთვის და ელესთვის რა არ ვიცი რატომღაც ერთ დღეს გადაწყვიტა რომ მოიტანა ბაუნტი პირველი რომ უკბიჩე ბაბუა ჩემს ვეკითხები დალია და მე რა ვიტყვი შოკოლადში ბრინჯი რატო არის შიგნით მართლა კოკოს ვაიმე და დღემდე ბაუნტს ვერ ვიტან ბავშვობის ტრავმა მაქვს რა ბაუნტი არ მიყვარს მაგის გამო ვაუ ნამდვილი უფრო საჭიროა ისტორია კრუასანის თუ ბაუნტის ბავშვობა გვაქვს გავლილია აბა აგიო კაი არის ეს რო ვიხსენებ ამ ისტორიას ხო და ნუ მაგის გამო რო არ ტირი რომ აუ მე ასე საშინელი ბავშვები მქონდა რაღაც ანუ მაგარი ბავშვობა მქონდა ვიდრე მოსალოდნელი იყო იმ პერიოდისთვის ანუ გაცლებით უარესი ქონდა ხალხს ხაი ძალიან დიდი მადლობა ვერონიკა კადრება ეს შენი ხდი უშენ შეგადაიხადე ხო ოთახს დაგათვალიერებინებთ ახლა მოვდივართ ეს არის აბაზანა და ისეთი და არეულობა გვაქვს დათოს სამუშაო სივრცე აივანი ძალიან კარგი ოთახია ეხლა წავიდეთ ფულსა და გაჩვენებთ როგორ გამოიყვება ამ სასტუმროს აუზი და მოსასვენებელი ადგილი ნეტამზე გამოიდეს ხო შეიძლება რომ ჩემგარდა არავინ არ არის
ჩვია რაც სადგუროს მოსმენა დავიწყე. რამდენიმე პოდკასტ მოვუსმინე ასევე, სადაც მიწვეული იყო და მისი ორი წიგნი წავიკითხე. Inner Engineering. This book. და ჩემთვის ჯერჯერობით სადგუროს მოსმენა ძალიან ბევრ თემები, რაც მაინტერესებდა შეეხო და ძალიან კარგად ხსნის. ხადა, ესე რა ვთქვათ, აი ამ spiritual გზაზე მეხმარება ბევრ საინტერესო თემების გახსნაზე, ესე რა ვთქვათ. მოვემზადე და გავიდეთ ახლა გარეთ და დავათვალიეროთ ერთად მაიამი. ვიქირავეთ ბაიკი და წავედით. ეს არა ბაიკები. უნდა დავასკანერო. ძლივს გავარკვია როგორ დადიოდა ეს ველოსიპედი, ელექტრო არის და პედალს რაც უფრო ხშირად ვადე, მით უფრო სწრაფად მიდის და სანამ ამას გავიგებდი, მანამდე ძლივს მოვედი, მაგრამ აუ ძალიან სასიამოვნო არის. მედია სადმე არ ავილეწები. ხუთზე იქნება მუზეუმი, მაგიტომ ჯერ წავიდეთ მუზეუმში. ახლა არის სადღაც 4 საათი, იქ მოვასწროთ მუზეუმის ნახვა და შემდეგ რავი, დავთვალიეროთ უფრო უკეთ მაიამი და აი ამ პალმების ფონზე გავისეირნოთ. Oh my god, I love it. ხათაშორის ორი დღეა რაც მაიამიში ვარ და ჯერ არ გადავსულარ სანაპიროზე არ მინახავს. გუშინ ვაპირებ, გუშინ იყო საოცარი ამინდი დილით, სამოსლას ნახავ თქო, მაგრამ ხა ვერ გავიგვეძე მოკლედ ამიტარა და მეთქი შემდეგ sunrise-ზე ავდგები და დღეს კიდევ ბრბელი იყო და მოკლედ მეტი გვაქვს ხვალ გვექნება მზე და დილით აუცილებლად გავალ სანაპიროზე. აი ეს არის Gianni Versace, სადაც მოკლეს. ასე შემიძლია. არის Versace-ს mention, ჩემს უკან. ურა ტოვარ დაძაბული. არა და ველოსიპედს კარგად ვატარებ, ოკეი. Whoa, let's go. ურა კარგია. GTA-ში მგონია ახლა თავი. რაღაც მისიები უნდა შევასრულო. რაღაცები უნდა ვცემო. მაგრამ არ ვიცი. ვერიქით. კარგი ტიპი ვიქნები. კეთილი. ვერ გავიგე ეს ველოსიპედი როგორ უნდა დავაპარკინგო. და ესე დატოვება ცოტა არ იყოს მეშინია, არ წაიყო, ანუ მძიმე არის, ძალიან მძიმეა. მაგრამ ხო არ ვიცი როგორ პარკინგდება. მაგიტომ ეხა მუზეუმში წასვლას გადავიფიქრებ. მოდი უბრალოდ ვისეირნოთ ველოსიპედით. წარმოიდგინეთ, ისა ცხოვრობ, სადაც ზაფხული არის. მე რო წარმოვიდგენ, მგონია რომ სულ კარგ ხასიათზე ვიქნები. როდესაც მზი არის, დანარჩენი სხვა პრობლემების მიგარება უფრო მარტივი ვიდრე როცა მოვაშული და რაღაც შენი ხასიათის მსგავსი ამინდი არის. ეგ უფრო რაღაცნაირად რთულია ხო და ეს ნახოთ აგერ პროგრამაზია. და როდესაც პალმების ქალაქში ცხოვრობ, არ ვიცი. ჩემთვის ეგ არის ძალიან დიდი ფუფუნება. ეხლა ვიპოვე ერთი ჯელატოს ადგილი, ice cream gelato, ესე ქვია და მან მივიდივართ.
შემთხვევით ახლა ველოსიპედებით ვინც დადიოდა, იმათ გამოვყევი და აი ესეთ ადგილას მოვხვდი. ხაპარში ვარ. სანაპიროც აი აქვე არის. დაინტერესო ის არის, რომ არ ვიცი სად მივდივარ. უბრალოდ ბილიქს მივყვები. მეგონი სადღაც ჰოტელ ზონაში ვარ. სავარაუდოდ ეგ არის. ძალიან ბევრი სასტუმროები არის ირგვლივ. აი მე წყალი რა სუფთა და კამკამაა. ჩვენი ჯელატო ვის ახსოვს რა ჯელატო? სად ვარ ეს? მე მგონი სწორად ისე ვარ დავაყენე, მაგრამ 2 წუთით შევარდები, ახლა ვიყიდი ჯელატოს და წავიდეთ გავაგრძელოთ გზა. Hello. Wow, that's paradise here. You may try a flavor if you want slow. Yeah. I would love to try cherry cheesecake. Cherry cheesecake? Looks By the way, do delicious. you have any allergies? No, you can try cherry cheesecake. Thank you so much. So good. Yeah. Would you like to eat a dog or a home? Yeah, that's beautiful. Thank you so much. You're very welcome. დღეს ბოლო დღე არის მაიამიში და გადაწყვეტეთ Brickell Wall-ში გავიდეთ, რომელიც არის downtown-ში. ერთადად ცნობილი არის მურალებით, street art-ით და დავათვალიერებთ დღეს downtown-ს. ძალიან და მოკლედ მომემზადე კავა ავარჩია. ეს ორი ვარიანტი მაქვს. ეს ჩანთავრა ხდება. თუ ეს რაღაც ძალიან This is very cool. ძალიან მაგარი არის. ძალიან მომწონს, მაგრამ ცოტა რომ აი ესეთი beach vibe-იც მივცეთ. მგონი ეს ჯობია. What do you think, guys? მაკიაჟს გავიკეთებ და we are ready. დღეს ცოტათი დავიწვი. ამეცადე ვარ დამწვარი. და დღეს აი ძირითადად გრუპებში მივიღე ეგეთი ზაფხული. აი ეს დამატენიანებელი არის ძალიან მაგარი. შემდეგ გავაკეთებთ ძალიან ლაითად გავაკეთებ მაკიაჟს დღეს. Concealers გამოვიყენებ ცოტათი. მეგონა რომ უფრო ისეთი ამინდები იქნებოდა მაიამიში უკაეთვე გავიდოდი და მომიწერა მარტო სასტუმროში ყოფნა, მაგრამ დაუყოვნებელი ვარ. ეს ზოგადად სექტემბერში არ არის სეზონი მაიამიში. ისეთი ამინდია. წვიმა, ხარი, რაღაცა ძალიან არ ცხელოდა. ველოსიპედითაც მოახერხე გასეირნება, რომელიც საოცრება იყო. ტექნიკებს მივმართავ, მაგრამ უფრო ვაკონტროლებ ჩემს თვალებს. კარგია. კაცებს რა მოვხერხო არ ვიცი. არც გავხაშებული. კონჯები აუწიო. დათო თმები ავიწიო თუ გავიშალო?
ready. რაც მაიამში ჩამოვედით, მის მერე დათო დაძდებს კოკოს. ძალიან შეუყვარდა კოკო. შემოვედით ახლა მოლში და აქ არის ერთი რესტორანი, სადაც გადავწყვიტეთ, რომ დღეს მივირთვათ დინერი. ეს ამ მოლის დათვალიერებას ვერ მოვასწრებთ ჩემი აზრით. აგერა ეს ხო არ არის? ეს ადგილია, სადაც ყველა ფოტოს იღებს და შევხედოთ აბა რა ხდება აქ და აბა არის going on. მგონი იმიტომ იღებენ, რომ აქ რაღაც ნახატები როა? ნახატთან შეუძლიათ გადაიღო. მინდა გადაგიღო? არა, მადლობა. წავედ. აი ეს ადგილი არის. რაც ძალიან გვახარებს ახლა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი საწოლები უნდა გქონდეთ წესით. Sweet spot ვიპოვეთ, სადაც დაგვსვეს. ვიდეოში რომ ნახეთ რომ მე შეგიძლია ასიჯო არ მინდა ვიდეოში გასინჯვა Here. Yes. Thank you. Thank you. Cheers. Cheers to our Cheers trip. to our vacation. Yes. Ai pure dailo charado. Urze lințabox. Meța es უნდა გაჩვენა თან როგორ ვიღებ. Ai ესე უნდა ამოიღო. დღეა ავჭამეთ სპეციალურად საჭმელი რომ საღამოსთვის გვეჭამა გემრიალად. გავჩება. გავჩენია. ახალი ოჯახის წევრები დაგვემატა. Falafel და cauliflower. Swiss composto. ამაზეაც აი ამაზე ვოცნებული. ყვავილოვან კომბოსტოს არ ეძახიან ამას? ყვავილოვანი თუ Swiss composto. არ ვიცი, Swiss composto პროოტეს. შეიძლება. ყვავილოვანი კომბოსტო კი. და ვოცნებობდი აი ამაზე, იმიტომ რომ ბევრ ადგილას არ არის და აი ერთსული მქონდა რომ სადმე გამესინჯა ის. Ragaia, ხო? როგორ მოგეწონება, იცი? მართლა? გაგიჟდა. ვაუ. აუ, საუნდ. ჩვენ შეგიძლია. სამწუხაროდ აქ შოპინგი გადაიდო მომავალ ჩამოსვლამდე, რადგანაც შოპინგის თავი ჩვენ არ გვაქვს. გადაწყვეტეთ გავისეირნოთ უბრალოდ დაუნთაუნში და დავთვალიეროთ აქაურობა. მაგრამ საჭმელი იყო უგემრიელესი, აი მე და დათო ხავს საუბრობდით, რომ ჩვენი ჩამოსვლიდან რაც მივირთვით რესტორნებში, პირველად დილას დავაყენებდით ამ ადგილს მოტექს. ეხლა არის დილის 7 საათი და მივდივარ სანაპიროზე. ნუ ნახავ ეს ამოსვლა. ემზადება ხალხი.
ესეთია ჩემი ბუნებასთან ურთიერთობა და ფიქრები. ადამიანის გონება ბუნებრივად მიდრეკილია ან მომავალზე ფიქრისკენ, რაც ფოთვას რდი ან წარსულის ანალიზისკენ, რაც ხშირად მელანქოლიასა და დანაშაულის გნობას იწვევს. სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის კარგად აწყოს ერთადერთ სივრცეს, სადაც ყველაზე მეტად ვარსებობ და შეგვიძლია სიამოვნების, სიმშვიდისა და სიხარულის განცდა. ხშირად ისე ვართ ჩაფლულები ფიქრებს და წუხილში, რომ ვერ ვამჩნევთ, როგორ გვწდება დრო და როგორ გვრჩება შეუმჩნეველი სწორედ ის წამები, რომლებიც სინამდვილეში ჩვენ ცხოვრებას ქმნიან. როდესაც ასეთ სილამაზეს ვხედავ, იქნება ეს მზის ჩასვლა, ან ამოსვლა, ბუნების სიწყნარე, სიყვარული, ადამიანების ღიმილი, თუ უბრალო გულწრფელი მომენტი. ვცდილობ ჩემს გონებაში ფოტომეხსიერება გავაძლიერო, მინდა მთელი სიმძაფრიდე და სითბოთი შევინახო ეს წამები. ვცდილობ ბოლომდე გავიაზრო მდგომარეობა, რომელშიც იმ მომენტში ვარ, რადგან ვიცი, ეს ზუსტად ასე აღარ განმეორდება. თითოეული ასეთი წამი უნიკალურია. ხშირად მგონია, რომ ბედნიერება მომავალში გველოდება. მაშინ როცა მიზანს მივაღწევთ, როცა რაღაცას შევიძენთ, მაგრამ სინამდვილეში ბედნიერება სწორედ ამ კონკრეტულ წამშია. მაშინ როცა ვსუნთქავთ, გრძნობთ, ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ ცოცხლები ვართ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დრო და დრო გავჩერდეთ. მოვწყდეთ ყოველდღიურ აურს და საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ. ბოლოს როდის გაჩერდი და შენი თავი დაასკანერე, როდის კითხე საკუთარ თავს, რას გრძნობ ახლა და როგორ ხარ? რას ხედავ შენი ცნობიერება ამ კონკრეტულ წამში? შენ კითხვები გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში, ემოციების გაცნობიერებაში და იმაში, რომ დავაფასოთ აწყო ერთადერთი დრო, რომელიც ნამდვილად ჩვენია.